ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პავილიონში მოწყობილია გამოფენები და მწვანე კუთხეები. ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის ელჩმა პაულ ჰერჩინსკიმ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინოვაციურ პროექტებსა და ჩაერთონ შემოქმედებით აქტივობებში. ბავშვებს კი გიგანტური გასაფერადებელი სივრცე და სახალისო თამაშები ელოდებათ. ევროპის დღეს ბედფორდ ფოლსის კონცერტი დაასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები მეწარმე-ქალებისთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კონდეს თქვა ჩვენი მაღაზია ან რაღაც სივრცე და მსგავსი გამოფენები, ანუ გვიწყობს ხელს, რომ შემდეგ ონლაინ გავაგრძელოთ კლიენტებთან ურთიერთობა. ჩვენთვის ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მხარდაჭერა, წარმოადგენილობთ იონი მემენის ქალმეწარმეების პროექტით და წარმოადგენთ თითოეული ჩვენს იდეას, რომელიც განვახორციელებთ. ჩვენი სპექტაკლი უნდა წარმოვადგინოთ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისთვის. ეს ეხება კლიმატს, ეს ეხება გარემოს დაცვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ჩვენი გარემო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტა, დედამიწა, რომ ჩვენი სახლია, იქ სადაც ვარსებობთ, სადაც სუნთქავთ, რომ უნდა მოვუაროთ ისე როგორც საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია ეს დღე იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებმა გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა ზოგადად ახალგაზრდებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ზოგადად ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის. ჩვენ დღეს ვიმყოფებით World Vision-ის კუთხეში, სადაც მცირე მეწარმეების მწვანე და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების დანერგვას უწყობთ ხელს.